არა ვარ თანაბარი დისკუსიის თანაბარ რეჟიმში რა. ვასილ მაღალფერიძესაც, თინათინ ბერძენიშვილსაც და მის ასე ვთქვათ თანამშრომლებსაც, ვინც ბორდის წევრებს და დანარჩენებსაც ისხდნენ და ვინც იყენებს ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს როგორც პროპაგანდის იარაღს, მათი ერთი სიტყვა მრავლდება 10,000-ად იმის გამო, რომ ბევრად მეტი კაპიტალი აქვთ, ბევრად მეტი რესურსი აქვთ და ასე შემდეგ და ჩვენ გვიწევს აი ამ როგორ გითხრათ აბსოლუტურად ცარიელ საუბარს, აი თქვენ მოусმენთ დღეს ვასილ მაღალფერიძეს, ანუ ადამიანმა არ მოახდინა რეფლექსირება იმ კითხვებზე, რაც ჩვენ დაუსვით რა. ქონდა პოზიცია, ისმოდა მისი ხმა, ისმოდა მისი ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ ვერაფერი ვერ ანუ აზრს ვერ გამოიტანდი. აქედან ვითხოვთ ეთერს, თითქოს მოგვცეს 1 საათი, შემდეგ ისევ წაიღეს უკან, თითქოს რა ვიცი, მოგვარდა პრობლემა ამ ქვეყანაში. ის რაც დღეს ვნახეთ სამეურვეო საბჭოში, ზოგადად რასაც უყურებთ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან, ხო, ეს არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ ეს არის აი რაღაც ავტორიტარული ძალაუფლების ნაწილი, რაც არის ქვეყანაში დღეს დაკანონებული, ხო? ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ამყარებს ამ ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს. ყველაზე მთავარი პირველი არქი, რომელიც ფინანსდება ხალხის გადასახადებისაგან და ხალხის ფულით, ვალდებულია რომ გაითვალისწინოს ხალხის ხმა და არ იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის ეგრეთ წოდებული პროპაგანდის მომხრე, რასაც ვაპროტესტებთ უკვე მეორე თვე.